დროა საქმეის საღამო გავაგრძელოთ საფონდო ბაზრების მიმოხილვით და პირდაპირ იმ ვითარებაზე უნდა დავიწყოთ საუბარი, რომელიც ამჟამად Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე გვაქვს. Როგორც ხედავთ, წელი ისე არ დასრულდა, რომ ახალი რეკორდი არ გვენახა. დიახ, ამერიკული საფონდო ბირჟა ავიდა ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე, ასეთი მაღალი შეფასება ამერიკულ კომპანიებს ჯამურად ისტორიაში არასოდეს არ ჰქონიათ, უფრო კონკრეტულად დღევანდელი დღის შედეგები კი არის შემდეგგვარი, S&P 500 შემთხვევაში გვაქვს +0.34%, Dow Jones-თან გვაქვს +0.57, Nasdaq-თან კი +0.21. ამის ფონზე S&P 500 ახალ რეკორდზეა, Dow Jones-ის რეკორდზეა, Nasdaq-ს რეკორდის დასაფიქსირება დაახლოებით 1.5%, yani მატება სჭირდება, ამის შემდეგ კი ვიტყვით, რომ უკვე ყველა ინდექსი გადავიდა რეკორდულ ზონაში. კომპანიების შედეგებსაც უნდა გადავალოთ აქვე თვალი, როგორც ხედავთ, დღეს ძირითადად ტრადიციული ბიზნესები მიიწევენ წინ, რადგანაც ტექნოლოგიური სექტორი დიდად არ იძვრის, მინიმალური მატება გვაქვს. ერთადერთი გამორჩეული შედეგი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში აქვს Apple-ს, რომელიც არის საშუალოდ გაზრდილი დაახლოებით 1%, თუმცა ესეც აკვარისია საბოლოო ჯამში იმისათვის, რომ ინდექსი იმატებდეს. ევროპაში გადავინაცვლოთ, აქ პირიქით ვითარება გვაქვს, ამერიკა თუ რეკორდებს ზეიმობს ევროპაში, 600 კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დღეს შემცირებულია 0.02%-ით. ასევე კლება აქვს Nikkei-ის ინდექსაც -0.4%-იანი, აი რაც შეეხება შანხაის, ის მომატებულია და აქ ზრდის მაჩვენებელი არის +0.53%. უნდა გადავინაცვლოთ აქვე ნავთობზეც, რომელიც არის დღის განმავლობაში გაიაფებული 0.5%-ით, ამ ეტაპზე ბრენტის ფასი არის $62, WTI-ის ღირებულება კი $48. ასევე იკლო რუსული ნავთობის ფასმა და ურალის ღირებულება უკვე ჩამოწდა $51-იან ნიშნულს. რაც შეეხება ოქროს, ის არის მცირედით დაახლოებით $10-ით გაიფებული და უნცია მეტალის ფასი შეადგენს $4,474, თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა გითხრათ, რომ ამ კვირას ოქროს ფასმა რეკორდს მიაღწია, რომელიც შეადგენდა $4,500 და კვირის განმავლობაში მატება ჯამურად არის მაინც 3%, ვერცხლთან კი 7.5%. ჯამში ერთ წლიან პერიოდში, როგორც ხედავთ, ოქრო არის გაძვირებული ლამის 70%-ით, ვერცხლის შემთხვევაში კი მატების მაჩვენებელი არის დაახლოებით 129%, ჯამურად ძალიან კარგი შედეგები აქვთ მეტალებს, ვინაიდან ამ წელს როგორღაც ისე აღმოჩნდა, რომ საუკეთესო შედეგი ჰქონდათ ოქროს, ვერცხლს და ასევე პლატინას, რაც ძალიან უჩვეულოა დამეთანხმებით. კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც რა თქმა უნდა სახარბიელო და მოსაწონი შედეგები ბოლო პერიოდში ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ ბაზარი უკვე ოფიციალურად გადასულია სტაგნაცია რეცესიის ფაზაში. დღეს მაგალითად 1%-ით შემცირდა ინდუსტრიის საერთო შეფასება და ის ისევ და ისევ შეადგენს $3 ტრილიონ. იკლო სხვათა შორის ბიტკოინის ფასმაც, რომელიც ამჟამად $87,400-ად ივაჭრება, ეთერეუმის ფასი კი $2,900 ფარგლებშია. ამ ყველაფრის ფონზე კაპიტალიზაცია ეთერიუმისა შეადგენს $353 მილიარდ, ხოლო ბიტკოინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის $1,736 მილიარდი. დიდად გამორჩეული შედეგი ბიტკოინს არ აქვს და ერთ წლიან პერიოდში, ანუ თუ კი წლის დასაწყისიდან დღემდე პერიოდს ავიღებთ, ნახავთ, რომ ბიტკოინი საერთოდაც 9%-ით არის შემცირებული, ანუ ამ წელს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი წლის დასაწყისიდან დღემდე ჰქონდა სწორედ ბიტკოინს, მიუხედავად იმისა, რომ წლის შუაში მან მოახერხა რეკორდული შედეგის დაფიქსირება, რადგანაც რეკორდული შედეგის შემდეგ ვიხილეთ ჩვენ 35%-იანი ვარდნა. აქვე რა თქმა უნდა ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავალოთ თვალი, როგორც ხედავთ, მცირედ იკლება გვაქვს საქართველოს ბანკთან 0.5%-ია კორექციის მაჩვენებელი, თუმცა მაინც ეს წელი საქართველოს ბანკისათვის ძალიან კარგი შედეგით იხურება, გვაქვს რეკორდული მატება, ლამის 100%-ით არის გაზრდილი საქართველოს ბანკის შეფასება. TBC შემთხვევაში ასევე გვაქვს მცირედ იკლება და კორექციის მაჩვენებელი არის, როგორც ხედავთ, 0.74%, ერთ წლიან პერიოდში კი TBC-ის და საქართველოს ბანკის შედეგების შედარება არის უკვე ძალიან რთული, რადგანაც საქართველოს ბანკს გაცილებით უკეთესი ამონაგები აქვს ერთ წლიან პერიოდში. ეროვნულ ვალუტაზეც ვისაუბროთ, ის არის გამოყარებული დოლართან და კურსი გვაქვს ამჟამად 2.79, ევროს კურსი არის 3.18, ხოლო სტერლინგის კურსი 3.64 შეადგენს. და ბოლოს აქვე ტრადიციულად უნდა
ვისაუბროთ Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თან განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, მისი მოცულობა კი წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%-ს ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის მქონე შემთხვევაში კი სარგებელი აღწევს 10%-ს. ეს არის წლიური ამნაგები, რომელიც თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურად, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. მოკლედ, აი ეს ტიპი თარება გვაქვს ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე.